უკაცრავად. დავით ბერძენიშვილი ისარგებლებს 10 წუთიანი გამოსვლით. რუსეთმა უკრაინაში ყირიმში განახორციელა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აგრესია და ინტერვენცია. უკრაინის ხელისუფლებამ შეერჩია სწორი ტაქტიკა, მომხდარს დაარქვა უკანონო შეჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, მიიღო გაწონასწორებული სამართლებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიმართა დასავლეთის დახმარებისთვის. უკრაინის ხელისუფლება ამასთანავე არ აყვა არც რიტორიკაში და არც ქმედებებში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს. არც ამოეგო რუსული პროვოკაციაზე დღემდე არ დააყრევინა სისხლი ყირიმში და განამტკიცა დასავლეთის ქმედითი მხარდაჭერა. ესაა სტრატეგიული თმენის პოლიტიკა. უკრაინა იქცევა უაღრესად პრაგმატულად სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. მას სურს და ახერხებს კიდეც, რომ წარმოჩნდეს არა როგორც განწირული, დამარცხებული მხარე, რომელსაც თანაგრძნობით მოეკიდება ცივილიზებული სამყარო, არამედ როგორც გამარჯვებაზე ორიენტირებული ერი და სახელმწიფო, რომელიც საშინაო და საგარეო რესურსების მობილიზებით უკან დაახევინებს მომხდურს. დიახ, მართლაც, აქაც, ამ დარბაზში ორ მსოფლმხედველობას შორის არის ჭიდილი. ერთი მსოფლმხედველობა არის შემიცოდეთ, რუსი თავსდამესხა, დამარცხებული ვარ, მეორე მსოფლმხედველობა არის მე მინდა გამარჯვება და ჩვენ მივდივართ წინ ევროპისკენ და დემოკრატიისკენ. ერთი მსოფლმხედველობა არის 21 წლის მარტი, როდესაც დამარცხდა საქართველო და მთელი ემიგრანტული ლიტერატურა ლაპარაკობდა იმაზე, რომ დამარცხდა და მეტი რა გზა ჰქონდა და მეორე მსოფლმხედველობა არის 2014 წლის მარტი, როცა იმარჯვებს უკრაინა და იმარჯვებს საქართველო მასთან ერთად. ეს ხოვება ჩვენსა და თქვენ შორის ნამდვილად არის. ჩვენ არ ვწუწუნებთ, ჩვენ წინ მივდივართ. იაცენიუკი დღეს რუსეთში ხვდება ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებს, როგორც უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და არა როგორც კონფლიქტის მხარე, არა როგორც აჯანყებული მაინდის ატამანი. პუტინის მცდელობა ეჭვის ქვეშ დაეყენებია უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, უდღეული აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო. პუტინის რუსეთი არ არის ყოვლის შემძლე. ცივი ომი 2 ათეულზე მეტი ხნის წინ არსებითად დამთავრდა. გეოპოლიტიკური კატასტროფა ნეოიმპერიული ძალებისთვის უკვე მოხდა. ამასთანავე დღემდე გრძელდება ამ ისტორიული პროცესების ნარჩენი მოვლენები. 90-იან წლებშიც იყო, 2008-შიც და 2014-შიც. დიახ, ნარჩენი მოვლენების მსოფლიო ეკონომიკის 3%-ის მქონე, დასავლეთზე დამოკიდებული, ენერგორესურსების ევროპაში ექსპორტზე ორიენტირებული რუსული ეკონომიკა აღარ ვარგა გეოპოლიტიკის გეოენერგეტიკად გადაქცევის ინსტრუმენტად. რუსეთის ენერგეტიკულ ნემზე აწყობილი სამხედრო პოლიტიკური დოქტრინა მარცხისთვის არის განწირული. ის უფროა დამოკიდებული დასავლეთზე, ვიდრე პირიქით და ნახევარი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტით სწორედ ამ ენერგეტიკულ ნარკოტიკზეა აწყობილი. მოწყვლადია ასეთი ყოფილი იმპერია. 2 ათეული წლის წინ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, სანამ რუსეთი უკრაინას აკონტროლებს, რუსეთი იმპერია, როცა ვეღარ შეძლებს ამას, რუსეთის შიდა პრობლემების გასამკლავებლად რეფორმებს, დემოკრატიას მოუხმობს. რუსეთში პროცენტულად ცოტა, მაგრამ ავტორიტეტული ადამიანები, ბევრი ცნობილი რუსი ხელოვანი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ახალგაზრდები ემიჯნებიან პუტინის ფსევდოიმპერიულ ზრდებს და მცდელობებს. ისინი ქმნიან რუსულ მომავალს, იქნებ შორეულ მომავალს და არა წარსულში ჩარჩენილი ხელისუფალი. ნუ დავივიწყებთ, მე ქართველი ვარ, ლოზუნგით ასობით რუსი გამოვიდა მოსკოვის ქუჩებში ქართველების დეპორტაციის დროს. არ მაწუხებს კომპლექსები. კარგ რუსს უმადლ იმას, რომ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ზრუნავს. არც 2008-ში, არც 2014-ში, არც ერთი რუსი კანონმდებელი არ წასულა საქართველოს ოკუპაციის თუ უკრაინაში ინტერვენციის წინააღმდეგ. ისინი ზურგი დადგნენ საკუთარი სამშობლოს მომავლის მიმართ. იმედია, მათი არ არის ეს მომავალი. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დახვრეტილი ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი მარკ ბლოკი და უამრავი სხვა ფრანგი წინააღმდეგობის მოძრაობიდან უფრო ატარებდნენ
ფრანგიერის ღირსებას, ვიდრე თეატრში მოსიარულე პარიზული კოლაბორაციონისტული პუბლიკა. ადენაუერი, ვილი ბრანტი, იასპერსი და სხვა უამრავი გერმანელი ქმნიდა გერმანულ მომავალს და არა მოსახლეობის უმრავლესობა. საბჭოთა პერიოდშიც არასაბჭოთა უმცირესობა ქმნიდა მომავლის კონტურებს. ყირიმის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში სუბიექტის სტატუსით შესული სურვილისა 16 მარტს ამ თემაზე სასწრაფო რეფერენდუმის დანიშნვის თაობაზე კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას. უკრაინის რადაში უკვე დაისვა ყირიმის რადის, როგორც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დათხოვნის საკითხი. რუსეთის დუმაში კანონპროექტია მომზადებული სხვა ქვეყნის ნაწილების რუსეთის ფედერაციაში მიღების პროცედურების შესახებ. ახლაც ამ წუთებში ორივე ქვეყანაში, ორივე დედაქალაქში უშიშროების საბჭოს ცნობები მიმდინარეობს. პუტინმაც მოიწვია და ტურჩინოვმაც მოიწვია. გეოპოლიტიკური კატასტროფის ნარჩენი მოვლენები ასეთი სიმძაფრით ჯერ არ დამდგარა ამ 2000 წლის განმავლობაში ცივილიზებული სამყაროს წინაშე. არც ასეთი მძიმე შეცდომა დაუშვია აქამდე დასუსტებულ მხარეს. ოლიმპიადა, ანშლუსი, მარცხი, შენდეროვიჩის და სხვათა ეს ტრიადა დღეს პოლიტიკურად ძალიან პოპულარული მეტაფორაა. სახიფათო დროში ვცხოვრობთ. მაგრამ პერსპექტიულში ჩვენი ბრძოლა სხვისი დახმარებაც იყო და არის. უკრაინის ბრძოლა კიდევ უფრო დიდი რისკის და ამასთანავე პერსპექტივის მატარებელია ჩვენთვისაც. დაწვრილმანდებით საკუთარი ტაქტიკური შეცდომების გადაფარვის მცდელობამდე 2008 წლის აგვისტოში. იმ იმპულსურ, გაუთვლელ და მცდარ ნაბიჯებს მოუძებნით ახსნა გამართლებას. უკრაინა უფრო ფრთხილად, გონივრულად, აწვენილ-დაწვენილად ცდილობს მოიქცეს. არ წამოვაგოთ პროვოკაციებს. ესაა სწორი ტაქტიკა. გავაძლიეროთ დასავლეთის ჩართულება. ესაა სწორი. ლიტვის პრეზიდენტის შეხმიანება კვეთრი და ხარი სულ ამ წუთებში მოხდა. ეს არის სწორი. თუ კონფრონტაცია გაღრმავდება, მეტი პლუსი უნდა კონდეს უკრაინას დაგროვილი ევროატლანტიკური სივრცისთვის. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ნატოში შესვლის კანონპროექტი ისევ შევიდა უკრაინის რადაში. არასოდეს ისე აქტუალური არ ყოფილა სიტყვები ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის, როგორც დღესაა უკრაინელებისა და ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის, სამომავლოდ სხვა პოსტსაბჭოთა ხალხებისთვისაც, რუსების ჩათვლით. პოსტსაბჭოურობის დამთავრება ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში არის იმპერიის დასასრული. იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, იყო ბალტია, დღეს უკრაინაა ფლაგმანი. ჩვენ სამყაროს, ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ აღმოსავლეთსაც გამოგვდის დემოკრატიული ცხოვრება და უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს. გულუფხილობა დასავლეთს მოუწოდოთ, არ ელაპარაკონ რუსებს. სანქციების მუქარა ინსტრუმენტია, ზოგან გამოიყენებს, ზოგან არა. ეს ფაქტი არაა, მეგობრებო. უკრაინას მოსკოვიდანაც კი არ გამოუწვევი ელჩი ინტერვენციის დღეებში. დასავლეთმა ხელი მოაწერინა საბჭოთა კავშირს მარცხზე. ელაპარაკა, შეუტია, მოუგო რუსების, ქართველების, უკრაინელების, ბალტიელების ძალისხმევა კრემლის და კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. საბჭოთა კავშირის გაცილებით ძლიერი, ვიდრე დღევანდელი რუსეთის ფედერაცია, ხო და იმ მეორე პოლუც მსოფლიოში კრემლს მოუგო დასავლეთმა და წაგებულს დაელაპარაკა, წაგება აღიარებია. ეს პროცესი იწყება ახლა. ამიტომაცაა ლავროვი ბრიუსელში მიწვეული სალაპარაკოდ, როგორც სუსტი მხარის მინისტრი, რომელსაც თავი უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ძლიერია. გვინახავს, აგვიკითხავს, გაგვიანალიზებია. უკრაინელი ერის კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს დღეს. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ამ თვეებში და ბოლო კვირაებში განსაკუთრებით სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვნად იზრდება უკრაინული იდენტობა, გადღაბნილი რუსულ-უკრაინული იდენტობის ჩამნაცვლებელი. რუსეთის სახელმწიფო არ არის პერსპექტიული უკრაინის სახელმწიფოსთან ბრძოლაში. თუ იქნება ადეკვატური აღქმა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და დღეს ეს არის, იქნება ადეკვატური აღქმა მისი სამეზობლოს მხრიდან, ჩვენი ჩათვლით და რა თქმა უნდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისა. ეს ყველაფერი არის, მე არ ვწუწუნებ, მე გამარჯვების მოლოდინში ვარ. თქვენს მაგითკენ მოგიწოდეთ.